მორიგი ქართველი იმბეცილი სერგი სამსონაშვილი. ცოცხალი ლაივ სემინარებით გამდიდრებული ადამიანი მარტო ისა, ვინც ამ სემინარებში, ტრენინგებში და კოუჩინგში ფულს იღებს. თუ არ გავინძრევით, არაფერი გამოგივა ჯიგრებო. ბოლოში გეთანხმები, მაგრამ მანამდე სრული იმბეცილი ხარ და გეტყვი ახლა რატომ. კი, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან დიდ თანხას შეულობენ, ვინც ამ ლაივ სემინარებს ატარებს, იმიტომ რომ ინფორმაციაში იღებს ფულს და ინფორმაცია უნდა ღირდეს ყველაზე ძვირი. იმ ეპოქაშიც, სადაც ის არის ძალიან ხელმისაწვდომი, თითქოს და ChatGPT გვაქვს, Google და ყველაფერი, Gemini და Claude და რა ვიცი, ყველაფერი არსებობს, რომ უფასოდ მოვიძიოთ ინფორმაცია, მაგრამ არც ერთი მათგანი საკუთარ ისტორიას არ გიყვება, იმიტომ რომ ადამიანი არ არის. ლაივ სემინარებს რო უსმენ, შენ უსმენ ცოცხალ ადამიანს, ცოცხალ ემოციებს. შეგიძლია გაიგიო საკუთარ თავთან და მშრალი ინფორმაცია ინტერნეტში რაც დევს, მაგას ვერ გაიგიო საკუთარ თავთან. და რატომ უნდა ღირდეს ჰაერი, თითქოს და ხო, ინფორმაცია ყველაზე ძვირი. იმიტომ რომ, ნახე, რომ შეგეცვალოს ცხოვრება, უნდა შეიცვალოს მისი შედეგი. შედეგი იცვლება მოქმედება შენ ცხოვრებაში იცვლება მხოლოდ სხვა ინფორმაციული ველით. როგორც კი ინფორმაციული ველი იცვლება შენ ცხოვრებაში, იცვლება შენი მოქმედებები, მოქმედება თუ იცვლება, იცვლება შედეგი. თუ რჩება იგივე ინფორმაციული ველი, შენი მოქმედება ვერასდროს შეიცვლება და შესაბამისად ვერც შედეგი. და დარჩები იგივე ჭაობში, რომელშიც შესაძლოა ახლა იყო. კი, ნებისმიერ დროს ინფორმაცია უნდა ღირდეს ძალიან ძვირი. განსაკუთრებით ისეთი ისტორია, რომელიც არის მოყოლილი სცენიდან. და ამიტომაც ლაივ სემინარებში ძალიან დიდ ფულს აიღებენ დღეს, ხვალ 10 და 100 წელიწადში. და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტ ფულს გააკეთებენ ინფორმაციაში. ამიტომაც არის ინფორმაციული ბიზნესი ნომერ პირველი.